კარგით, ესე იგი ფაქტურად ამის წინაგად ვიდეოზე აღნიშნე რომ ამას მე ახსენდი კონსტრუირების დროს როგორ გავასწოროთ, თუმცა რადგანაც მეგონა რომ ძირითადად მიხვდებოდით, ამიტომ სანამ მომდევნო ვიდეოს ჩავწერდი შეკითხვები მოვიდა, თხოვნა მოვიდა რომ მეჩვენებინა სანამ კონსტრუირებაზე გადავიდოდით, როგორ შეიძლება ამის გასწორება, ანუ რაც ამ შემთხვევაში არასწორი მოქმედებით გვაქვს გამოყენებული. ეს ძალიან მარტივი. მოვნიშნოთ ერთი კედელი, შილს დავაჭიროთ, მოვნიშნოთ ეს იატაკი. რათა, როდესაც შევალთ building materialში, გამოჩნდეს მწვანეთ სიაში, მონიშნული სახით, ყველა ის კომპონენტი, ანუ სამშენებლო, რომელიც აქ არის გამოყენებული. ნუ ძირითადად რაზე გვაქვს ახლა საუბარი, ძირითადად ჩვენი კომპონენტები არის ბლოკი, მოგით ახლოს მოვიტან ჯობია ალბათ. ესე შევალ ახლა building materialში. ესე იგი ეს არის ბლოკი, გაჯი, რომელიც იკვეთება ზემოდან და მოპირკეთების ნაწილები, რომელიც გვაქვს ამ, ასე ვთქვათ, ჩვენს იატაკზე. ნუ დავიწყოთ. ბლოკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ სიაში და აი ეს ბეტონი. ანუ ბეტონი უფრო დიდი კოეფიციენტის უნდა იყოს, კინაბეტონი უფრო სწორედ, ვიდრე ბლოკი. მოდი შევადაროთ. ბლოკი ამ შემთხვევაში გვაქვს 600-იანი, ხოლო კინაბეტონი ჩამოწე ამას ვარამ ყველა ჩანდეს. კინაბეტონი 700-იანი. ამიტომ ამათი შერწყმა ლოგიკურად სწორია. მაგრამ მოდი დავიწყოთ აქედან, გიფსოკარდონით. და გიფსოკარდონის კონსტრუქციით. უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე არის ბლოკი. ბლოკი კიდევ ერთხელ გვაქვს 600. გიფსოკარდონი არის 500 და გიფსოკარდონის კონსტრუქცია 540. ანუ რეალურად თუ დაფიქრდებით, უფრო დაბალია, ვიდრე გვაქვს ბლოკი. ანუ რეალურად ეს შეჭრილი აქ არ უნდა იყოს. მოდი ვნახოთ გაჯი, რა კოეფიციენტის არის. გაჯი გვაქვს 560. ესე იგი გამოვიდა რომ 600-ის შემდეგ, ანუ ბლოკის შემდეგ. უბრალოდ დუღაბი ლესვა უკაცრავად აქ გაჯი არ არის. დუღაბი ლესვა. უბრალოდ დუღაბი გვაქვს შენ აქ ამ ლესვას. ეღარ მოვცილდი, ანუ დუღაბი. გვაქვს 580, მაგრამ როგორც ხედავთ, პრაქტიკულად მაინც შეჭრილ მდგომარეობას წარმოადგენს ეს ორივე კომპონენტი. და ფაქტობრივად ხედავთ, რომ ყველა ეს კოეფიციენტი სწორია, როგორც გახსოვთ, ჩვენ ერთხელ გავასწორეთ, მაგრამ მაინც არასწორია, ანუ ვიზუალურად გვაჩვენებს აქ არა ისე, როგორც სინამდვილეში უნდა იყოს ეს გამოსახული. ასევე გამოვიდები და შევეხები იმას, რომ შესაძლოა ვიღაცასთან სწორად იყოს გამოსახული, იმ თანამდებობით თუ მოყოლოდით რას მე ვაკეთებდი, მაგრამ როგორც ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, ხო, ზოგჯერ მანდამაინც ზუსტად ისე არ აკეთებთ, რასაც მე ვაკეთებ და შესაძლებელია თქვენთან სწორად ჩანდეს. ანუ რა პრობლემა მდგომარეობს, ანუ რაშია ახლა აქ პრობლემა. ერთ-ერთ ვიდეო გაკვეთილში, გადაკვეთებში გამოვიყენე ლეიერთა კომბინაცია. აი ეს კოეფიციენტები გამოვიყენე აქ, რომელსაც ხედავთ და ჩვენ ახლა ხედავთ, რომ იატაკზე სხვა კოეფიციენტი წერია, კედელზე სხვა კოეფიციენტია, ამიტომ არანაირი შეუღლება ამათ შორის უკვე არ ხდება და არ ხერხდება. და თუ გავასწორებთ ამ კოეფიციენტს, ანუ იგივე ჩავწერთ, რაც თავდაპირველად იყო, ამიტომ ახსენე წერა, რომ ვიღაცამ შეიძლება მე შეცვალე და აუბრუნეთ უკან ვიღაცამ საერთოდ არ გააკეთეთ, შეიძლება როდესაც ამას გაჩვენებდი და უბრალოდ ერთიანია თქვენთანაც და ოკეი, თუ დავუშვებ ახლა დავინახოთ, რომ შეუღლებები იქნება სწორად გაკეთებული. აი, როდესაც გადაკვეთილი ელემენტების კოეფიციენტები არის სწორად, არასწორად მითითებული, უпростоრად კოეფიციენტები ლეიერების არის ერთი და იგივე, მაგრამ არასწორად ჩანს, არ თქმა, ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა მოხდეს ხოლმე მონიშნა, შესვლა და უკვე გააზრება თუ რა, ასე ვთქვათ, მასალის ან რომელი მასალის კოეფიციენტი ან უფრო მაღალი ან დაბალია, და შეიცვალოს სხვა მასალის მიმართ. ისე რომ ეხლა როგორც ხედავთ, ყველაფერი გასწორდა, ლოგიკურია, რა თქმა უნდა, ყველა სართულზე ერთდროულად. ისევე როგორც აქაც, ხო, თავისთავად ეს კედელი ახლა ეს
ბოლომდე მოდის, მაგრამ სინამდვილეში დარჩა, რატომ უფრო დაბალი კოეფიციენტია ვიდრე ბეტონი. და ეს იყო ის ძირითადი, რაც სანამ ჩავწერდი მომდენო ვიდეოს, გეტყვით ხო, ყოველდღე მიმიყოლებით ხო არ წერა რა, ჩაწერის პროცედურა მიმდინარეობს, ეხლა შეიძლება უკვე ვიღაცა ისმენთ ამას, სადაც თლიან დასრულებულია მთელი ვიდეო, მაგრამ გულისხმობ ეხლა დღევანდელი თარიღის მიმართ, რაც ჩაწერასაც ვაკეთებ 19 იანვრის მიმართ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში. თქვენი თხოვნით თავდაპირველად გავასწორე, ალბათ სავარაუდოდ ვინც თხოვა, იმასაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა აქა და ეთქობა შეიძლება იწვავა, ვერ გაასწორა კოეფიციენტები. ისე რომ გადახედეთ ამას, ყოველ შემთხვევისათვის მე მაინც ახლა დავტოვებ ღიას building materials, ანუ ვიდეოს ამით დავასრულებ. და უბრალოდ ჩამოვყვები ახლა კიდევ ერთხელ მასალათა სიას, თქვენ შეგიძლიათ მე გააჩეროთ რა თქმა უნდა და კოეფიციენტებს უყუროთ ამ ნაწილში, ესე იგი ბლოკის შემთხვევაში 600-ია, გაჯის შემთხვევაში 560, ნუ აღარ დავიწყებ რიცხვების გამეორებას, ჩუმად ჩამოვყვები ამ ყველა მასალას საერთოდ დაწყებებით და ის იქნება ის კოეფიციენტი, რაც ამ შემთხვევაში ჩემთან არის და ანალოგიურად თქვენთანაც უნდა იყოს, თუ გინდა რომ იდენტური პროექტი იყოს ვიზუალურად, თუ მანამდე რა თქმა უნდა ყველაფერი სწორად აკეთებთ. კარგით, მოკლედ საუბრის გარეშე მოყვებით. აი ეს იყო ის სამშენებლო მასალები. მოდით ნიადაგში ეს თავისი ID რაც აქ მითითებულია ამ სახით ჩამონათვალში, ნუ პრინციპში შეგვიძლია დავტოვოთ ჯერ ანგლისის ხელს, მაგრამ მე სავარაუდოდ ალბათ დავაუქმოთ, კარგი, მოდი დავაუქმოთ აქაც. იმისათვის რომ ამის ID მოხსნათ, თუ შეკეთილი გაქვთ ეს კლასიფიკაცია და თვისებები, ხო ესეთ მდგომარეობაშია გახსენით და იმ ID-ში აქ აკეთეთ და წაშალეთ ეს. რა თქმა უნდა დრო მოვა ვისაუბროთ რა არის ID, ამიტომ მოდი ნუ გვეხმება განსხვავებული, ახლა ყველა ID-ს გარეშე გვაქცევები, იყოს ესეც ID-ს გარეშე. აი ეს იყო ამ დამატებითი თემის განხილვა, ასე ვთქვათ, პროექტირების დროს, რომ გადასწორებინა ეს, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები გადაკვეთის და შესწმის ერთმანეთთან საფუძველზე.